ზუსტად რამდენიმე წუთის წინ აქ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მოქალაქესთან მივიდნენ, თავდაპირველად მას ეკითხებოდნენ სახელს და გვარს, თუმცა არ განუმარტეს, რატომ უნდა რაში სჭირდებოდათ მისი სახელი და გვარი. შემდეგ უკვე ჩაიწერეს მისი პირადი ნომერი. ჩვენ ცხადია ვცადეთ იმის გარკვევა, თუ რას უკავშირდებოდა ეს ყველაფერი. სავარაუდოდ ამ ადამიანს აჯარიმებენ პირბადის ტარების გამო, ეს არის სამედიცინო პირბადი, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თავადაც სამედიცინო პირბადით არიან წარმოდგენილები, თუმცა ჩვენს არც ერთ კითხვას ისინი პასუხს არ სცემენ. ახლა ჩვენ გადავინაცვლებთ და მოქალაქეების პოზიციასაც მოვისმენთ ამასთან დაკავშირებით. გამარჯობა, თქვენ გაჯარიმებდნენ ხო? წეღან თქვენი იდენტიფიცირება უნდათ რომ მოეხდინათ. რო გითხრათ რამდენიმე სიტყვა ამასთან დაკავშირებით, რაზე გესაუბრეთ? არაფერი აქ გავარ და უბრალოდ გამწიეს რამდენჯერმე და მე მთხოვეს იდენტიფიცირება მოეხდინათ ჩვენ. ეგ იყო და ეს. და რა გითხრეს, რატომ პირბადესთან დაკავშირებით? არა მგონი არის, კანონს არ ვარ პროკურორი. მაგრამ ლოგიკურია ასე მოქალაქესთან მისვლა, პირადი ნომრის გამორთმევა. ახლა ხედავთ რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები თავს დაესხნენ მოქალაქეებს, რომლებიც გზაზე გადმოდიოდნენ. სავარაუდოდ ამ ადამიანს დააკავებენ. ჩვენ ახლა გაჩვენებთ კადრებს, თუმცა არ გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ გზა გადავყვეთოთ. ხედავთ ახლა მოქალაქე ხელისკურით გადმოიყვანეს გზის სავალი ნაწილიდან, მიუხედავად იმისა, რომ ის მშვიდად მოდიოდა და არ უწევდა წინააღმდეგობას. ახლაც ამ კადრებს ადევნებთ თვალყურს. მოქალაქეები გადადიან გზის სავალ ნაწილზე, ახლა ჩვენს გადავყვებით და პირდაპირ ეთერში გაჩვენებთ. რუსთაველის გამზირი იკეტება. მოქალაქეებმა კვლავ ახლა გადავალთ ჩვენ იმ ადგილზე, სადაც მოქალაქეს დაკავებას ცდილობდნენ. უკაცრავად, რატომ აკავებდით ადამიანს, რო გითხრათ? რატომ აკავებდით, გითხარით, რატომ აკავებდით ადამიანს? ისედაც გზა გადაკეტილია, ისედაც. წეგან დავინახეთ, რომ მოქალაქეს აკავებდით, რას ამბობთ? ჩვენ არ გვცემენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები პასუხს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გადაიყვანეს და შეიძლება გამოიყენოთ სიტყვა ძალის გამოყენებით გადაათრიეს გზის სავალი ნაწილიდან მოქალაქე, რომელიც იმ მომენტში გადადიოდა გზაზე, როდესაც უკვე იკეტებოდა დედაქალაქის მთავარი გამზირი. მოდი ჩვენ მივიდეთ მოქალაქეებთან და ნახოთ რა მოცემულობა ადგილზე, რადგან დღეს უკვე გადაიკეტა დედაქალაქის მთავარი გამზირი და უამინდობის მიუხედავად მოქალაქეები მაინც გამოვიდნენ საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად. ჩვენ წაღან შევესწარით კიდეც ინციდენტს, როგორ ცდილობდნენ, რომ მოქალაქის იდენტიფიცირება მოეხდინათ და მისთვის პირადი ნომერი გამოერთმიათ. ახლა ნადიმ ხმალაძეს ხედავ, გამარჯობა ბატონო ნადიმ. ჩვენ წაღან შევესწარით ფაქტს, როგორ ცდილობდნენ ეგრეთ წოდებული სამართალდამცველები ძალის გამოყენებით გადაეყვანათ ადამიანი გზის სავალი ნაწილიდან, მაშინ როდესაც უკვე ისედაც იკეტებოდა დედაქალაქის მთავარი გამზირი და ეს ადამიანი არ უწევდა წინააღმდეგობას. ანუ ხედავთ, რომ ეს ადამიანები უკვე ეგრეთ წოდებული სამართალდამცველები გადავიდნენ ღია ძალადობაზე. რისი დემონსტრირებაა თქვენთვის ეს? პირდაპირ განკარგულება აქვს ერთ კაცს გაცემული პოლიციაზე, ძალადობაზე და ყველა ხერხით უნდა რომ დაგვაშინონ. ერთი ადამიანი გადაკეტილია გზა, ამდენი ადამიანი როცა არის, ის კონსტიტუციით გვეკუთვნის ამ გზის გადაკეთვა, მაგრამ ხომ ხედავთ რაც ხდება, თუნდაც მოლთან, თუნდაც გუშინ წინ. დღეს მაგალითად ხმა გაიგონა, მე მირეკავს გამწარებული ქალბატონი და ერთ-ერთ მანქანაში თურმე ზის დაკავებული და ყვირის მიშველათო. ვერაფერი ვერ უშველეთ ამ ადამიანს, ისე გაიტაცეს და წაიყვანეს. მე არ ვიცი ვინ იყო, აბსოლუტური ძალადობარი, მაგრამ ამ ხალხს ვერ დაგვაშინებენ. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა უსმენთ ნადიმ ხმალაძეს, მოვისმინეთ სხვა მოქალაქეების პოზიციებიც. მიუხედავად იმისა, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები თავად არიან პირბადით წარმოდგენილები, ისინი ხედავთ პირდაპირ ეთერში ვადევნებდით თვალყურს, როგორ მიდიან მოქალაქეებთან და ცდილობენ, რომ მათი იდენტიფიცირება მოახდინონ. მოტყუებით ცდილობენ, შეიძლება ითქვას, მათ გამოართვან პირადი ნომერი, რადგან ჩვენ წეგან მოვისმინეთ ადამიანის კომენტარი, რომელმაც თქვა, რომ მას გამოართვეს პირადი ნომერი, თუმცა არ განუმარტეს ეს პირადი ნომერი, რისთვის სჭირდებოდათ, მანამდე კი ჰქონდათ მცდელობა, რომ მისი სახელი და გვარი გაეგოთ.